ჩაწერაზე დაუშვა. იბადო ჩაწერა. მოგხდა მეორე თავი ეხება ტექნიკურ საფრთხეებას და ინსტრუმენტებს. ანუ აქ არის საკმაოდ მარტივად წარმოდგენილი. რამე აქ ფული თემი არ უნდა იყოს. რაღაცა უცხო. ბატონო დიმერ. დიახ. გამარჯობთ, მოგესალმებით აბუკრავა. დიახ, ბატონო. მაინტერესებს ერთი კითხვა მაქვს, ორი ვიდეო ატვირთულია, როგორც ვიცი, ხო? ანუ ორი დღის ორი სეანსის, ხო? დიახ. ეს გამოგიჩვენეთ ახლა თქვენ ლინკები ამ ვიდეო ჩანაწერის. აჰა, გასაგებია. იმეილით გადაათვალიეროთ. ბოლო. თავიდან ვიმეორებ, რამე კითხვა ხო არა გვაქვს. იქ იყო ელექტროობაზე, ელექტროგანმუხტვაზე და საკითხებზე. ბატონო, მე მაქვს ქართულენოვანი ამუშავო ვერსია მეორე თავის და მე ვიფიქროთ მექანიზმი ბატონებს მივაწოდოთ შესაბამისი ფაილი. კარგი იქნება ეგ. ეს ვეტ-ჯიზე იყო განთავსებული? არა, კონკრეტულად აი ამ თავის მეორე თავის. კი, მეორე ლაბორატორიული პროცედურებისა და ინსტრუმენტების გამოყენება. ამის მშავ ვერსია. ივე, ხო, კარგია ბატონო, შეგვიძლია გზავნოთ. შეხება მეოთხე თავში მოცემული იყო პროფილაქტიკური სამობი, ან აქ ამ თავში წარმოდგენილი არის საკითხები, რომელიც ეხება ექსპლუატაციის შემდგომ პროცედურებს, ანუ რამდენ ხანში უნდა გაიწმინდოს კომპიუტერი, როგორ გაიწმინდოს, რა ტიპის აქსესუარები უნდა იქნას ამისათვის გამოყენებული და რა ტიპის საშუალებები უნდა იქნას გამოყენებული. აქ ლაპარაკი არის სპეციალურ ტილოებზე, სპეციალურ აირებზე, წვისგწმენდა და ასე შემდეგ. ანუ ეს თავით ჭიროებს რაღაცა ისეთ დეტალურ ყურადღების ამ ჩვენი ტრენინგის ფარგლებაში. თავი აუცილებელი არის. ისათვის ყველა ვიარო და ყველა შესაბამისი არა. როგორც ვთქვათ, Windows-ის საკითხებს. ეხება Windows-ის ინსტალაციას. კითხები ხო არა გვაქვს? ერთი სტუდენტი ლაბორატორიის საიდია. ბატონო ხელს. ახება უშუალო Windows-ის ინსტალაციას. ანუ ნიშნია რომ ამ სტუდენტს აუხსნით ჩვენ Windows-ის ინსტალაციას. კაცრად და გასაგებად უნდა იყოს წარმოდგენილი ოპერაციული სისტემის მნიშვნელობა, ანუ რა საჭიროა, რის მოიყენება და როგორ მუშაობს ეს ოპერაციული სისტემა. ამ Windows-ი ლაპარაკი. ვიცოდეს ყველა სტუდენტმა რა არის ოპერაციული სისტემა და რისთვის გამოიყენება. რა შეიძლება ოპერაციული სისტემას. ეს არის კაფიოდ, იმიტომ რომ ზოგმის Windows-ის ინსტალაცია, მაგრამ რომ მკითხო რა დაწესებულება აქვს ოპერაციული სისტემა, შეიძლება ვერ გიპასუხოს. მნიშვნელოვანია რომ შინაარსობრივად კარგად იქნას მიწოდებული ეს თემა სტუდენტისთვის და ინსტალაციის პროცედურები, როგორც იცით, არ არის საკმაოდ რთული. რაც შეეხება მთავარ თემას, უთხრათ სტუდენტს რომ როგორ მუშაობს ოპერაციული სისტემა, რა ნაწილებს მართავს, როგორ ანუ უნდა აუხსნათ კერნის დანიშნულება, უნდა აუცილებელი კომპონენტების სია, რომელიც აუცილებელია ოპერაციული სისტემისთვის სამუშაოდ, უნდა კაცრად აუხსნათ და კარგად იცოდეს
დამხმარე უტილიტები უნდა იცეს მრავალცანიანობა, რაც ნიშნავს ოპერაციული სისტემის, უნდა იცეს მრავალიანობა. ანუ ეთქები უნდა კაფიო და გასაგებად აუხსნათ თითოეულ სტუდენტს. আচ্ছা, ყურადღება გასამახვილებელი არის აი დისკის მოწყობაზე. ანუ უნდა იქნას დისკი დაყოფილი, სანამ ხდება სისტემის ინსტალაცია. ანუ რა პარტიშენებად უნდა იყოს და რამდენ პარტიშენზეა თქვა ლაპარაკი და რა ზომის პარტიშენებზეა. ამ შემთხვევაში ეს სპეციფიურია, როგორც იცით, მოთხოვნები თქვა ოპერაციული სისტემის. ამ პარტიშენებად დაყოფის დროს უნდა აუხსნათ რა მოცულობა უნდა დავიტოვოთ თქვა იმ პარტიშენში, სადაც ხდება ოპერაციული სისტემის განთავსება და რა მოცულობა უნდა დავუტოვოთ თქვა რეგენდერებული მოცულობა თქვა იმ გაყოფილებაზე, სადაც ხდება ფაილების და სხვა დოკუმენტების განთავსება. გარდა მნიშვნელოვანია ჩვენ აუხსნათ თითოეულ სტუდენტს ფაილების შენახება. რა სტრუქტურა აქვს ფაილურ სისტემას, რა საჭიროებისთვის გამოიყენება ფაილურ სისტემა და როგორ იქნება Windows-ის ამ შემთხვევაში ინსტალაციას ეს სისტემა, ანუ იქნება NTFS-ი, არის FAT16, FAT32 და ასე შემდეგ. ამ დონეზე ეს და შინაარსობრივად მეცოდეს ყველა სტუდენტმა. ეს ამოცანა გარდა უნდა გამახვილდეს ინცის დროს უსაფრთხოების წესებზე და პოლიტიკაზე. აგრეთვე მნიშვნელოვანი არის რომ სტუდენტმა იცოდეს პროცესის არქიტექტურა, ანუ რა ნიშნავს 64 ბიტიანი და შესაბამისად რა ოპერაციული სისტემები გამოიყენება ამ არქიტექტურებისთვის. როგორც ინსტალაციის პროცესში აუცილებელი არის მოხმარებლის სახელის და პაროლის მითითება და სხვადასხვა რეჟიმის განსაზღვრა და სტუდენტს უნდა აუხსნათ კარგად რა არის ავტორიზაცია, ამ username-ის და პაროლის რეგისტრაცია, რატო იქნება ეს პროფაილი, რა დანიშნულება აქვს ამ პროფაილს და შესაბამისად რას ნიშნავს მოხმარებლის რაღაცა ჯგუფში გაწევრიანება. ანუ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის აუთენტიფიკაციაზე ერთი მხრივ ჯერ პირველ ეტაპზე და შემდგომ აუთენტიფიკაციის შემდგომ ლაპარაკი ავტორიზაციაზე. ანუ ერთი არის სისტემაში უფლება აქვს თუ არა რამე მოხმარებლებს, ეს მოწმდება როგორც იცით მოხმარებლის სახელით და პაროლის გამოყენებით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე უკვე მოწმდება ამ მოხმარებლის უფლების სისტემასთან მიმართებაში. ორი კომპონენტი ძალიან ცალსახად და ნათლად უნდა იცოდეს ყველა მოხმარებლის სტუდენტმა ამ შემთხვევაში. გარდა ამისა, ჩვენ უნდა აუხსნათ თითოეულ სტუდენტს არსებობს სხვადასხვა კატეგორიის ოპერაციული სისტემები, არსებობს სამრევლო ოპერაციული სისტემა, ეგრეთ წოდებული დესკტოპ ოპერაციული სისტემები და არსებობს ქსელური ოპერაციული სისტემები. ამ ორ სისტემას შორის განსხვავებებიც უნდა მიუთითოთ და აუხსნათ. ანუ სერვერული ოპერაციული სისტემა, ანუ იგივე ქსელური ოპერაციული სისტემა რას აკეთებს, რა დანიშნულებით გამოიყენება და რასობით გამოიყენება დესკტოპ ოპერაციული სისტემები. დესკტოპ ოპერაციული სისტემა, აქაც Windows-ში არსებობს რამოდენიმე ვარიანტი დესკტოპ ოპერაციული სისტემის. არსებობს Home Edition-ი, Professional-ი, Ultimate-ი და ასე შემდეგ, ანუ სხვადასხვა დანიშნულებით, სხვადასხვა სიტით. შესაბამისად, სტუდენტმა უნდა იცოდეს Home Edition-ი, რისთვის ვერსია და რა შეუძლია და რა შემთხვევაში ჭირდება თქვა Professional შემთხვევაში ვერსია და რა შემთხვევაში ჭირდება Ultimate ვერსია. და სხვა მსგავსი
ვერსიები ვიცით რომ Windows 8-ში, Windows 10-ში უკვე არსებობს რამოდენიმე ვარიანტი, ამას ნახავთ შევეხებით. თქვათ, ხომის შემთხვევაში იცით რომ ეს არის მინიმალური პაკეტი ოპერაციული სისტემის, რომელიც გამოიყენება კერძუნით, ანუ სახლის პირობები, თქვათ, პროფილი და სხვა უფრო მაღალი ოპერაციული სისტემები უკვე იყენება კორპუსში შესათავად, იმიტომ რომ თქვათ, განსხვავება რაც არის ამ შემთხვევაში, როგორც იცით ეს შეიძლება ჩემზე გიცით, ხომ არ შეუძლია თქვათ, აქტივ დირექტორში გაწევრიანდეს და შესაბამისად დომეინის წევრი გახდეს. პროფესიული და აქვს ამის ფუნქცია. გარდა ისა, იქ არის სხვადასხვა აქტიური და ისეთი სერვისების მხარდაჭერა, რომელიც თქვათ აქვს პროფესიას და რა თქვათ ამ შემთხვევაში ხომედიშიც. იგი არაკია ვავრი 1x პროტოკოლი. 1x პროტოკოლით აღჭურვილი არის ამ პროფესიონალი და შემდგომი ვერსიები. ებას აძლევს მოხმარე ოპერაციული სისტემას თუ გამოყენებულია ავტორიზაციის სპეციალური სისტემა, ანუ ეს ნიშნავს, რომ როცა თქვათ კაბელით კიდაც უკაბელოდ, როცა შეერთებით თქვენ კორპორაციაში, აუცილებელი თქვენ გაიაროთ ავტორიზაცია და აუთენტიფიკაცია. ანუ როგორც კი კაბელი მიერთდება კომპიუტერზე, საჭირო მოხმარებელმა შეიყვანოს username და paroli. არის ერთ-ერთი კომპონენტი, თქვათ, Excel-ის დაცვის. ანუ მარშე Excel-ში მიერთება იქნება შეუძლებელი. ნუ იქ Excel-ის ნაში ახსნით იქ რადიუს სერვერების კონფიგურაციას, ანუ ისინი როგორ მუშაობს და როგორ გამოიხება. ანუ მოკლედ განსხვავება წარმოადგენს დესკტოპ ოპერაციული სისტემების. კიდევ მნიშვნელოვანი საკითხი. ამ შემთხვევაში ეს უსწესები და პროცედურები, ანუ ამის განების წესები უნდა ვასწავლოთ თითოეულ მოხდეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ მეტნად აგრზე თვითონ ადმინისტრატიულ თულსი. ერთმანეთი როგორც იცით, ეს არის უსაფრთხოების პოლიტიკა, ანუ local security policy, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თქვათ, ამ ოპერაციული სისტემის, რითაც რეგულირდება თვითონ მომხმარებლის და ჯგუფის უფლებების სისტემასთან მიმართებაში. ანუ იქ არის გაწერილი ვის რა უფლება აქვს, ვის შეუძლია Excel-დან შემოსვლა, ვის შეუძლია Excel-დან გასვლა, რა ვის შეუძლია თქვათ სათის შეცვლის პარამეტრის შეცვლა, სისტემის shutdown-ი, თქვათ control panel-თან წვდომა და შემდეგ. ანუ local security policy-ის მნიშვნელობა უნდა აუხსნათ. იქ ამ local policy შედის აგრეთვე პაროლების პოლიტიკა და ერთი კომპონენტი არის უნდა აუხსნათ ყველა აუცილებლად სისტემის არქივაცია, როგორ უნდა მოხდეს და შესაბამისად დაზიანების შემთხვევაში როგორ ამ სისტემის აღდგენა. თუ რამ გაქვთ, შეგიძლიათ გავჩერდეთ. მე რომ კითხვა შეიძლება? დიახ. ციტადი აქცენტი მოცემულ მასალაში ისინი არის Windows-ია გამახვილებული, ხო? ყურადღება Windows. როგორც ვიცი, ბატონო, იმ ახალ იმაში ხაჭო სპეციალისტი არის Linux-ის კომპონენტი, რომელიც აქ არ არის განხილული მაღალ დონეზე. ამიტომ მე დღეს მოგცემ თქვენ უფასო რესურსს, სადაც შეგიძლიათ თვითონ დარეგისტრირდეთ ამ Linux-ის კურსზე და ერთ-ერთი ჩართვის დროს ჩვენ განვიხილოთ ამ Linux ოპერაციულ სისტემას. ეს იქნება დაახლოებით 2-3 კვირაში დაახლოებით. მან თქვენ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ამ Linux-ის კურსზე და გავიაროთ ეს საკითხი. გეთამებით, იმიტომ რომ ლადო ბატონო იმ ოპტიმიზაციის პირობებში, რაც მოდულზე ხორციელდება, შესაძლებელია Linux ოპერაციული სისტემის გარემო არა მხოლოდ არჩევითში შევიდეს, არამედ ერთი კოლეგის
მოთხოვნა იყო, რომ ძირითად ბადეში იყოს ალტერნატიული, ალტერნატივას თუ დავარქვევთ Linux-ის გამო. შესაძლოა ეს შეიძლება პედაგოგებისთვის იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ვისაც აქონიათ შეხება და ხშირად არ იყენებს Linux გარემოს, ის უნდა ეწყოს შესაბამისად და ეხლა რაც თქვენ ბრძანეთ იმ კურსზე დარეგისტრირება და გარკვეულ პერიოდში მასალების გაცნობა დაეხმარება მათ და მე ჩვენ ერთობლივად დავაზუსტებთ იმ ძირითად საკითხებს, რაც მოდულში შედეგების კუთხით იქნება მოცემული. ხო, ლაპარაკია ბაზისურ დონეზე, ანუ Linux-ის, ანუ ის არის Linux Essentials კურსი, ანუ საწყის დონეზე. ანუ იგი ლაპარაკია ინსტალაციის წესებზე, როგორ გამოხდეს ინსტალაცია, მინიმალური ფუნქციების და მოდები ამ ვთქვათ Ubuntu მაგალითზე ამ შემთხვევაში. აქ წარმოგვიდგენთ აქ რეგისტრაციის მაგალითს სკოლის. ახლა თუ გინდა გამოგზავნით ერთი წამით. გამოგზავნით ბატონებო. კურს. ახლა თქვენ ახლა შეხვიდეთ ამ ჩატი ამ და იქ იქნება ლინკი ლამ ნახეთ ეს ხელი გამოგზავნე ის გამოგზავნეთ აქვე ამ სისტემის ჩეთში აი თქვენ დაჭერებული ვარ იქ არის ჩეთი ამ შემთხვევაში სადაც ჩეთი არის მოსული კი დააკოპირეთ გინდათ გადაიტანეთ სხვა თქვენ თუ ადგილას და ამ საშუალებით თქვენ გიქნებათ სუფასონი ამ კურსთან ანუ უბრალოდ იქ არის თვითრეგისტრაციით შეგიძლიათ გაიცი მუდდებ იმეილს სახელს გვარს და მოვა აპლიკაციის შესაბამისი ინფორმაცია გაკუნებით მოხდებით ამ კურსს ჩატი ვერ ვიპოვე სადა აი ჩამოშლით უკვე ჩვენი იადეთ კურსორი და იქ ჩამოიშლა აი კი არის კი უი ხო პარტიციპანტ რომ არის იმის გვერდით არის ჩატი კი ნახე ხო ხეხა მომივიდა, იმიტომ რომ მანამდე მოსული არ იყო ჩემთან. ხო, თავში ამ შემთხვევაში ეს არის თავსებადობა. ანუ აქ ლაპარაკია როცა ხდება ოპერაციული სისტემის განახლება, არსებული ოპერაციული სისტემის განახლება ვერსიაზე. ამ შემთხვევაში ძირითადი ვერსია, რაც ეწყენდება განახლებული ვერსია, უნდა იყოს თავსებადი ამ შემთხვევაში განახლებულ ვერსიაზე. ან თქვა თუ გვიყენია 8 შეგანახოთ 8-ზე. მაგრამ თუ გვიყენია XP, ის შეიძლება ვერ განახდეს 8-ზე. ეს მაგ პროცედურები ამ შემთხვევაში ჩდება. ძარი გახლების წესები, ინფორმაციის გადატანის წესები ამ შემთხვევაში. შეხება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც არის სანამ განახდება სისტემა. ყურადღება უნდა გაამახვილებინონ სტუდენტს, რომ შინახოს ინფორმაცია მოხმარებლებზე სისტემაზე. ესეთი ინსტრუმენტი, რაც გამოიყენება Windows-ში, ეს არის User State Migration Tools-ი, ამ შემთხვევაში ითან შეგიძლიათ გარკვეული მიგრაცია კომპიუტერის ერთიდან მეორეში. ინსტრუმენტია. ეს არის ლაბორატორია მოცანა, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ტურა. ახ შეხება სტრუქტურას დისკის. როგორც აქ წარმოდგენილი არის ყანწი, ეგრეთ წოდებული HDD, hard drive ამ შემთხვევაში. ეს როგორც იცით შეიცავს მითაღაწერება მითით. ის შეიძლება შეიცავდეს ერან რამოდენიმე ფირფიტას, რომელიც არის ენზე დალაგებული.
ყოველი მყარი დისკი ავტორული არის მიწოდებული სპინდელით სადაც ხდება ამის მოწყობილობის და მაგ და არის სპეციალური ამძრი რითაც ხდება ინფორმაციის ჩაწერი და წახვის კონტროლის საშუალებით სპეციალური მოწყობის ამოძრავება, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის როგორც ჩაწერა დისკზე, ასევე ინფორმაციის წაკითხვა. აქ ვიცით, ყოველი მყარი დისკი არის მაგნიტური სპეციალური ნივთიერებით დაფარული, სადაც ხდება თეული ბიტის ჩაწერის შემდეგი პრინციპით. ეს მე მგონი ყველა მიცით, მაგრამ მაინც გავიგებ, ანუ ხდება თქვა 1 და 0-ის ჩაწერა დისკზე გამაგნიტების საშუალებით. ანუ თითოეული ეს მექანიზმი აღწერულია მაგნიტური თავაკი. ჩაწერის დროს ხდება ელემენტების გადამაგნიტება ან ჩრდილოეთით ან სამხრეთით. მაგნიტი როგორც იცით და პლუსი მხარე. პირობითად თუ პლუს მივიჩნევთ ერთიანად, ყოველი ველი დამდება ხდება ან ჩრდილოეთ პოლუსის მიმართულებით ან სამხრეთ პოლუსის მიმართულებით. შემდეგ საკითხის დროს ხდება მაგნიტურ თავზე აღზრდა უარყოფითი დენის ან დადებითი დენის ერთად ხდება ინფორმაციის საკითხიდან. დისკის სტრუქტურა არის შემდეგნაირი. დისკი ყოფილია ამ შემთხვევაში ბილიკებად და ბილიკების რაოდენობა ეს შეიძლება იყოს განსხვავებული ყველა დისკზე. მაგრამ თულ ბილიკი მე დაყოფილია ცალკეულ სექტორებად. სექტორის ზომა ამ შემთხვევაში გასაზღვრულია წინასწარ და თითოეული სექტორის ზომა არის 512 ბაიტი, ვაცდები. თითოეული სექტორი მოიცავს სათაური ინფორმაციას, როგორც არის წარმოდგენილი აქ. მონაცემს და აქ არის საკონტროლო ჯამი, რომელიც მოიყენება შეცდომების შემოწმებისთვის. რა ხდება? როცა ინფორმაციის ჩაწერა ამ სექტორში, შეკითხვის დროს ხდება ამ მაგნიტური თავკის მქონე მექანიზმის დაყენება სპეციალურ ლიგზე და ინფორმაციის წაკითხვა წინათ მოცემული პრინციპის მეშვეობით და შემოვლ ჯამში მე ხდება ამისი შედარება კონტროლ ჯამთან, ეს არის ისი და თუ საკონტროლო ჯამი დაემთხვა კითხულ საკონტროლო ჯამს, ანუ ხელახლა ხდება ამისი და ეს ჯამები ერთმანეთს დაემთხვა, შინ ესე იგი სექტორიდან საკითხული ინფორმაცია შედან საკითხული ინფორმაციის საკონტროლო ჯამი არ ემთხვევა თვითონ სექტორში არსებულ საკონტროლო ჯამს, შეხდება ამ სექტორის თავიდან საკითხვა. გარკვეულწილად ჩვენ სტუდენტს ახსენებთ, რომ სექტორების გაერთიანება კლასში, იმიტომ რომ როგორც ფაილური სისტემის შექმნას ხდება კლასტერზე გადაცემა მისამართების. ანუ კლასტერში შეიძლება გაერთიანდეს ზოგჯერ ერთი სექტორი, შეიძლება გაერთიანდეს რამოდენიმე სექტორიც. ანუ სექტორის შემოგვიანებული რაოდენობა კლასტერში დამოკიდებულია ვინჩესტერის ზომაზე. აგრეთვე შესაძლებელია ეს განისაზღვროს ზოგიერთი ფაილური სისტემის შემთხვევაში მითითებით, ანუ რამდენი შევიდეს ერთ კლასტერში. არა. ხო, ამ შემთხვევაში თქვა Linux ოპერაციული სისტემის გამყრების შემთხვევაში შესაძლებელია ჩვენ კლასტერის ზომა ჩვენ თვითონ ვაზღვროთ. და შევიყვანოთ
ხანერის თუ ესმის ჩვენი. ხავს რომ თვითონ გავუძრო ამ შოუში დავხადო პრეზენტერი, მაგრამ რატომ თქოს ვერ ხდება? ერთამ გადავერგავ მე რაღაც მოვიპიროთ და ვიდე რაღაც პრობლემა აქვს შემოსვლის. ბატონო, ხაზე ხარ? დიახ. და მე შემოგერთებით. ბატონო, კოლებო გესვით ჩემი. იცით მე მომეწონა წინა ჩვენ შეხვედრაზე, როდესაც აქტიურად იყავით ჩართული პროცესში და ახსენდით ამა თუ იმ ქვეთავის დემონსტრირებას. როგორც მინიმუმ შემდეგი შეხვედრისთვის ხო არ ჩავინიშნოთ იგივე სტილი კომუნიკაციის. როგორც აი ამ ხუთზე? მე ვთვლი რომ მეხუთე თავზე რომელსაც ეხლა ბატონი ლადო გვიყვება ძირითად ასპექტებს რაზეც გავამახვილოთ ყურადღება აქ მოვინიშნოთ გაკვეული ქვეთავები ან სპონტანურად როგორც წინათ გავაკეთეთ შემდგომ შეხვედრაზე უშუალოდ თქვენი ჩართვით მოვახდინოთ ამა თუ იმ საკითხზე პრეზენტირება. კი ბატონო, თანახო. საერთოდ ხო არ ჩავინიშნოთ წინასწარ. რებზე რა თემებს შევახსოვთ? მე ლაპარაკობ რომ ჯობია რომ ასეთ იგივე მეხუთე თავზე და მის შესაბამის ქვეთავებზე მაგალითად პირველი საკითხი იქნება თანადროვე ოპერაციული სისტემების ზოგადი მიმოხილვა და შედარება. მეორე საკითხი იქნება ქვეთავებს ვკითხულობ რომ ვეხრნოთ ზუსტად აქ მოცემულ თემიკას ანუ 5-1 რაც არის თანამედროვე ოპერაციული სისტემები და ქვეთავებია მე მგონი ერთი პრეზენტატორი მოიცავს ამას სრულ შემთხვევაში ტერმინებიდან დაწყებული ოპერაციული სისტემის ტიპების ჩათვლით მოთხოვნები ოპერაციული სისტემების მიმართ და განახლების თავისებურებები. ესეთი საკითხი. მეორე საკითხი იქნება ოპერაციული სისტემის დაყენება, ინსტალაცია, თუმცა ეს ვილია გავშალოთ და ზოგიერთ პრეზენტატორს ცალ-ცალკე წარმოვდგინოთ, მაგალითად იმ შემთხვევაში თუ აქ არის ლაპარაკი ერთი ცალკე საკითხი იქნება აუცილებლად დისკის დაყოფა სხვადასხვა ლოგიკურ, ანუ დამროვებლის ტიპები და დაყოფა მყარი დისკის განყოფილებად და აქ აუცილებლად უნდა გამახვილდეს ყურადღება განყოფილებების შესაძლო ტიპებზე, რომელიც ან დეფაულტად ან მომხმარებელს შეუძლია ფორმირება. ცალკე იქნება ფაილურ სისტემებზე ალბათ საუბარი საჭირო. აუცილებლად აქ მოცემულ პეიჯებში გაშლილი მასალა პლუს დამატებითი ინფორმაცია პედაგოგმა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი უნდა იცოდეს, ვინმე სტუდენტ მიაწვდის ინფორმაციას შესაბამისი მასალებით. აი როგორ გავაკეთოთ ეხლა თემებს ჩავინიშნო მე ვის აქვს სურვილი ვინ გააკეთებს თუ როგორ ინად გავაკეთეთ რომ ყველა წაიკითხავს ბუნებრივი ამ თავს თავიდან ბოლომდე და მე უშუალოდ შეხვედრის მომენტში გააკეთებს პრეზენტირებას. არინასაც ჩანიშნა არ არის აქტუალური, ხო? კეთილი, მაშინ მეგობრებო ზოგადი სურათი გამოვკვეთოთ. ესე იგი ეხლა დღეს მეხუთე თავზე ვილაპარაკებთ, ასეთ ისე გადავათვალიერებთ, მაგრამ შეხვედრაზე უშუალოდ თქვენ გარკვეულწილად რაღაცა ლოგიკით შემოთავაზებით ან თქვენი სურვილისამებრ ამ თავში მოცემულ ქვეთავებზე გექნება თქვენ თვითონ პრეზენტირება და ეს იქნება ზუსტად აი ამ თემების დასახელების შესაბამისი საკითხები და ერთი თემა რომ ზოგიერთი ბევრი თემა იყოს, ზოგიერთი მეტნაკლებად ზოგადად დავარეგულირებთ ამას. მაგალითად მე მინდა რომ ფლურ სისტემებზე ცალკე მოხსენებელი ლაპარაკოს, ალბათ ლოგიკური იქნება ინსტალაციის მეთოდებიც ქვეთავება დაიყოს, მაგალითად ისეთი აქტუალური თემები, როგორიც არის დისკის კლონირება, რომელიც
პრაქტიკულად რეალიზებადი გამოსაყენებელი ინსტრუმენტია. თალკე ამაზე გველაპარაკონ ქსელური დაყენების თავისებურებებზე სხვა და ასე შემდეგ. როგორც თქვენ ამ მეხუთე ავრს სრულფასოვნად გაეცნობით, კიდევ დავაზუსტებთ განსაკუთრებით იმათთვის, ვინც პირველად შემოუერთდა ჩვენს ჩართვებს. ანუ ჩვენ წავიკითხავთ, ანუ ჩვენ ყველანი ერთად მეხუთე თავს თავიდან ბოლომდე და პარასევის შეხვედრაზე და ვიცით რომ 10 საათზე ხვდებით ერთმანეთს, თქვენი სურვილისამებრ ან რაღაცა ნიშნით, მაგალითად ჩვენი შემოთავაზებით, სათვის პედაგოგი ან პედაგოგის სურვილი მომავალი ინსტრუქტორი წარადგენს ამა თუ იმ თემას. მეხუთე თავზე და მის ქვეთავებზეა საუბარი. გამარტებითი კითხვა ხო არ გაგვიჩნდა ამის შესახებ? არა. შეიძლება ვიკითხო მოცემულ მომენტში ჩართულთაგან ვინმე პირველად გახლავთ დღეს შეხვედრაზე? მე მგონი ისა ხანი ირმა არის, მე მგონი ფოთიდან. მერი შევშეთ ამ კოგებს თუ აქვს დამატებითი კითხვები, აი რაზეც ეხა ვილაპარაკეთ ან შემდგომი კომუნიკაციის. თქვენ ხო არ გქონდათ ბატონო ლადო რამე შენიშნა ჩვენ? არა, ხალბატონ მე ისარ მინდოდა რომ ანუ წინა ორი ჩანაწერის ლიები გამოგზავნიო თქვენ პირად მეებზე. თქვენ შეამოწმო და დაათვალიეროთ ეს ვიდეო ეს ვიდეო მასალები და მე ვუყურე და მოვიწმინე ინფორმაცია. კი, ძალიან კარგი. ჩვენი საუბარიც მოისმინეთ, ალბათ შემდეგ შეხვედრაზე მეხუთე თავს, რასაც ბატონი ლადო გვაცნობ ძირითად ასპექტებს, თქვენ გექნებათ უკვე განხილული და შესაბამისად აქ საათის განმავლობაში გავაკეთებთ თქვენი და თქვენი სხვა კოლეგების, სხვა პროფესიული სასწავლებლების ჩართულობით პრეზენტირებას ამა თუ იმ ქვეთავებზე, ხო? გასაგებია როგორც ვიფჭი, ხო? კი, გასაგები. დიახ, კეთილი. ბატონებო, ანუ გამგზავნოთ ჩვენი შუა ხო არ გინდა ცოტა ხანი შეისწავლეთ. არ არის რომ მე მგონი. ბატონო, ხო არ გინდა. ოპტიმის ინსტალაციის დროს ანუ ჩვენ წინა საკითხი გავიაროთ 1-3 კიდე ერთხელ. ანუ თავად კიდე ერთხელ გიმოგრებთ რომ ესე იგი სადაც უნდა იცოდეს ანუ ინფორმაციის დამახსოვრების წესი, ანუ როგორ ხდება ბიტების ჩაწერა თითოეულ დისკზე, მაგნიტურ დისკზე. როგორ ხდება მეზება დისკის სტრუქტურის, რა კლასტერი, რა არის სექტორი. ამ შეგლაპარაკია ცილინდრი ეს არის ამდენიმე პირფიტის გაქენება ამ შემთხვევაში ვერტიკალში. რა არის ამ შემთხვევაში თითოეული სექტორის შემადგენელი კომპონენტები, ამ შემთხვევაში სათაური, მონაცემები და საკონტროლო ჯამი, როგორ ხდება ინფორმაციის წაკითხვა და აგრეთვე როგორ ხდება ჩაწერა სექტორში ინფორმაციის. აგრეთვე ეს მნიშვნელობა სექტორის ზომის პროპორციის დაცვის, იმიტომ რომ ეს უკაცრავად კლასტერის დაცვისას მნიშვნელოვანი კომპონენტი ის რომ ვიცოდეთ რა ფაილები განთავსდება ამა თუ იმ პარტიშენზე ამ შემთხვევაში. ჩვენ წინასწარ ვთქვით რომ გარკვეულ აბაში სადაც ვქნით ამ ფაილურ სისტემას და შესაბამისად კლასტერების ქსელს ვიცოდეთ რა ზომის ფაილები განთავსდება. თუ ვთქვათ ამ გარკვეულ განყოფილებაში ატომის ფაილები არის განსხვავებული და დიდი რაოდენობით, რა თქმა უნდა ჯობია რომ კლასში შედიოდეს რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით სექტორები. იმიტომ რომ როგორც იცით დამახსოვრებისას პირობითად თუ აქვს 4 სექტორი კლასტერი ხდება ამ შემთხვევაში 2 IT-იანი ზომის და ჩვენ გვიწევს რაღაცა
თქვათ 1 კილობაიტიანი თქვათ ლოგ ფაილების შენახვა, დიდი რაოდენობით, ეს გამოიწვევს ფიზიკური ადგილის არა მიზნობრივ კარგვას და როცა თქვათ გვექნება კლასტერში თქვათ სამახსოვრებელი რაღაცა ფაილი რომელიც არის თქვათ 1 კილობაიტზე ნაკლები ზომის ის ავტომატურად დაიკავებს 2 კილობაიტის ზომის მოცულობას რაც არის ადეკვატური და პირიქით დიდი ზომის ფაილების განთავსება გვიწევს რაღაცა გაყოფილებში მაშინ ჯობია შედიოდეს კლასში რაც შეიძლება მეტი სექტორი იმიტომ რომ ამ შემთხვევაში Winchester-ს უწევს ნაკლები დატვირთვით მუშაობა. ნაკლები მისამართების მოძიება უწევს ფაილურ სისტემაში და შესაბამისად უფრო მარტივად ხდება ფაილების საკითხვა. დიახ. შეიძლება? ჩარებით მე. დიახ. ან საინტერესოა ინფორმაციის არის პრინციპი, როდესაც დაუშვათ უამრავი ხდება და ფორმატა მაინც ხდება აღდგენა. ამ დროს ამოხტული ადგილი იმას მაინც თავის მოხდა, ამიტომ ხდება ამის აღდგენა. თუ რაჟია და თქო უნდა ახლა ახლა გაშნია ფაილის წაშლის წესი, ანუ როგორ ხდება ფაილის წაშლა, ამიტომ რომ ხდება ხელახლა დაფორმატება რაღაცა ჩემი ხომის მისული. ფორმატება რო ხდება, ანუ ჩვენ ვიცით რომ იქნება ფაილური სისტემა. ფაილური სისტემა ეს არის კატალოგი. კატალოგიც არის ბიბლიოთეკის მსგავსი სტრუქტურა, ანუ ფაილური სისტემის შექმნის დროს ნიკო ჟურნალს და უთითებს ყარადების ვთქვათ ნომერს და ყარადებში თითოეული უჯრის ნომერს. ახლა გვაქვს ეს ინფორმაცია გამზადებული. როცა გვაქვს მე ფაილის ჩასაწერი, ვიცი რა თაროებია თავისუფლი და რა არის სერიალი ამ შემთხვევაში. ანუ ფაილურ სისტემას ინფორმაცია აქვს. და შესაბამისად ფაილების ჩაწერის დროს ხდება ამ უჯრედების დატვირთვა შესაბამისი ინფორმაციით. ანუ გაგირდება ხდება თითოეული კლასის შესაბამისად სექტორის. ან ხდება უბრალოდ მარტივი ოპერაცია სწრაფი წაშლის შედეგად უბრალოდ ხდება მისამართის წაშლა. შეანდროში ინფორმაცია არის ანუ ფაილური წაშლა, ხო? ნოვე დისკზე. ნო? აღლის წაშლა ხდება და არა ხო, ხელი და უბრალოდ აი წამოიდე მისამართის წაშლა ანუ ბუბიკას დაეკარგა ხია წამოიდინეთ. ამ თითოეული ამ უჯრედის. და შესაძლოა ხელა ჩაწერა ნიშნავს იმას, რომ ჯერ თავისუფალ ადგილებზე რა თქმა უნდა ახალი ფაილების განთავსება და მე ხდება უკვე გადაწერა სხვა დაკავებულ, მანამდე დაკავებულ კლასზე. ამიტომ თუ არსებობს, ან როგორ აი ვიცით, მინდავთ რამოდენიმეჯერ წასვლის და უამრავი და 12 ეტაპიანი დაფორმატების პრინციპიც არსებობს, კლიკიც არსებობს. უამრავი ფილმი იმის რომ დისკის ის საშიშ ვარდაბოს აღდგენისა და არა საჭიროა ერთერთავალი რაღაცა ჟავის დაასხმაზე და გაგურება ამ Winchester-ისა. ხო, რა თქმა უნდა, ხდება განადგურება, ანუ ამ ფორმატში დაფორმატების შემდეგ რაღაცა ძნელი წარმოსადგენია რომ ინფორმაცია აღდგეს, არ ვიცი, ასეთი რაღაცა მე პირველად მოვისმინე, არ ვიცი რა. სხვა თითქოს მე უბრალოდ მისელებში და იმაში ვარ. ამ ინფორმაცია უამრავჯერ და ყველა რამე არა, ბევრი ინფორმაცია არის აღდგენილი, მიუხედავად Winchester-ის რამოდენიმეჯერ დაფორმატებისა და ნელი მოხდება ინფორმაციის აღდგენა. არ მოხდა ხელახლა გადამაგიტება ამ კლასტერის. პლუს მინუსები ჩანაცვლება ერთ ანუ ისე, ხო? გამოხტული ადგილი. ასე დაჩენია ხა თუ ის რეალურად შეიცვალა ექსპორტურა და შესაბამისად მოხდა ინფორმაციის ჩაწერა, თეორიულად წარმოუდგენია რომ აღდგეს რაღაც ინფორმაცია. მადლობა. არ ვიცი, სხვა კოლეგებს თქვენება. არა, ამ ორი ცხოველი ხდებოდეს თითოეული სექტორის პოდების ისტორიის შენახვა გარკვეულ ადგილზე, მაგალითად, სადაც საერთო არეა, ხო, განთავსებული, რომელთანაც არავის არ აქვს.
ცდომა გარდა მწარმოებლისა. ანუ თუ არის დაუშვათ მსგავსი რაღაც ჩადებული ვინჩესტერში, ხო? გავსი მექანიზმი თუ შეშენებულია თქო ჩადებული სპეციალური შესაძლებელია, ლაბორატორიების მაგრამ საშუალებით შესაძლებელი საკმაოდ დიდი ხნის წინანდელი ინფორმაციის ამოღება. ეს საკმაოდ ცნობილი ფაქტი, რომ სერიოზულ ლაბორატორიაში, აი როგორც წეღან ბატონმა გოგამ თქვა, თუ ფიზიკურად არ განადგურე დისკი და შარდაასხი დამტრობს არ არის საუბარი და დამტრებსაც კი აწევებენ და იქიდანაც იღებენ ინფორმაციას, ეს შესაძლებელია. ამიტომ გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნოთ, რომ რაც არის კიდე შიგნით, რის მეშვეობითაც ხდება ამ ინფორმაციის ამოღება, რაც თუ ჩვენთვის არ არის მთლად ესე საჯაროდ ცნობილი. ვიცით, რომ ვინჩესტერში გვაქვს გარკვეული მონაკვეთები, სადაც თუნდაც საზერვოარე, ხო, რომ დაზიანებული სექტორების ჩანაცვლება საიდანაც ხდება, მასთან არანაირი ცნობა არ გვაქვს ჩვენ სპეციალისტებს. ასე რომ შეიძლება ამ თეორიას მივედოთ. სადღაც იმართია, მაგრამ 32-ზე რა, ანუ შევსებული კი და ხელახე გადაწერილი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია. ნამდვილად რთული წარმოსადგენია, რომ ანუ მაშინ აცია თუ არსებობს რაღაცა დოზით, შესაძლებელი არის ხანგრძლივი და ძალიან შრომატევადი ორი ვარიანტი აქვს ჩართული საკმაოდ სერიოზული აპარატურა ამის ამოღებაში და ამას სამთავრობო დონეზე თუ იყენებენ ამ აპარატურას, ჩვეულებრივ ხალხს ამასთან ცნობა ნაკლებად. ხო, პირობითად მოვეკლა თუ იყო ასე თქვა დამოტრიალებული და ისე ამოტრიალდა, ანუ იყო არაფერი არ მოჩებოდა სტრესით, ანუ ხო არ სხვადასხვა ფორმა ქონდეს, ანუ გადამიზროს ან ასე ტრიალება, ან მეორე ან ერთი მხარე, ან მეორე მხარე. ხო შეიძლება სხვა პოზიცია ქონდეს. შეიცვალა ის შეიცვალა და ამ პოზიციის ისტორიები არ არსებობს სადმე შენახული. აღდგენა რა ვიცი. ამის ისტორიების არსებობა როგორც შეიძლება წარმოიდგინეთ ახლა ვიდზე შესაბამის არსებობდეს ერთი მინიმუმ ერთი ბიტი ჩანაწერი ისტორია, მაგრამ რამდენი ესე იგი ყველა რაც მუხტი არსებობს იმის შესაბამისად აღრეცხული უნდა იყოს, რომ ამ ოჯახში ეს მუხტია, ამ ოჯახში ეს მუხტია, მაგრამ ეს უფრო ინფორმაცია იქნება ვიდრე გენილი მუხტები. დაუშვათ, ვიდრე მათი აღწერა უფრო მეტი ინფორმაციები იქნება. ეს ვიჩასე უნდა იყოს სარეზერვო რაღაც დამალული ადგილი 20% რაღაც ლეგენდარული 20%-ია. ეს შეიძლება იყოს ეს მოთხოვნა რომ არსებობდეს ისეთი ადგილი, რომელიც თქვენ ჩვენ არ ვიცით და არა გვაქვს წვდომა და არც ვიცით წარმოდგენა რა გვაქვს, სადაც ხდება ამისი რაღაც გავსი ტიპის ინფორმაციის განთავსება. მასზე ვერაფერს ვერ გეტყვით, არ ვიცი. აი, ალბათ. ასე იგი. გადახა უშუალოდ იმაზე. ოპტიმალური სისტემის გაშვება. თქვენ რომ ბიზნეს ხდება მითითება თანმიმდევრობის, ანუ უციკლ, ანუ რა თანმიმდევრობით მოახდინოს BIOS-მა ოპერაციული სისტემის წირთვა, ანუ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კიდე რომელიც კარგად უნდა გაიგოს ბავშვებმა, ანუ როგორც სავალდებულო არ არის რომ ოპერაციული სისტემა ინახებოდეს hard disk-ზე, ოპერაციული სისტემა შეიძლება ჩაითვალოს დისკიდან, CD-დან, flash-დან და Excel-დან. მაგრამ თუ თქვა ოპერაცია ხო, განთავსებულია hard disk-ზე. ტრადიციული კომპიუტერების 99% რა თქმა უნდა აღჭურვილია hard disk-ებით და სხვადასხვა ტიპის hard disk-ებით. ამ disk-ზე ხდება სპეციალური განყოფა, ხდება ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი როგორც ეს არის MBR ამ შემთხვევაში. master boot record. აქ ინა ინფორმაცია ფაილურ სისტემაზე და თანმიმდევრობაზე. შესაძლებელია რომ ფიზიკურ hard disk-ზე ჩაწერილი იქნას რამოდენიმე ოპერაციული სისტემა, შესაბამისად ამ ჩანაწერის საშუალებით შესაბამისად მოხმარებელმა ერჩიოს გარკვეული ოპერაციული სისტემის ანუ შეიძლება ზოგიერთ ოპერაციული სისტემას მივანიჭოს
რაღაცა პრიორიტეტი და ამით ეს აი რამოდენიმე ოპერაციული სისტემის ფუნქციონირება უნდა არა დროის ერთ მომენტში, არამედ შეგვიძლია Linux-ი ჩავწეროთ ერთ მომენტში, დაუშვათ აგრეთვე პარალელურად ჩაწერილი Windows-ი და Windows-ის ოპერაციული სისტემა ჩავტვირთოთ. ტრადიციულ შემთხვევაში მაქსიმალური ზომა MB გამოყენების შემთხვევაში არის 2 ტერაბაიტი განყოფილი, ანუ ფართის შენის ამ შემთხვევაში. მაგრამ მიდგომა არის ოპერაციული სისტემის ეგრეთ წოდებული GPT, ეს მე მგონი გაგიგიათ. შესაძლებელია უკვე შეიქმნას 128 განყოფილება Windows-ის ბაზაზე და თითოეული ფანის ზომა გაიზარდოს უკვე 10 ტერაბაიტამდე შემთხვევაში. გიგაბაიტამდე. ეს რა ფაილურ სისტემას აქ არის წარმოდგენილი ყურათი თუ როგორ ხდება ფაილური სისტემის შექმნება თითოეულ განყოფილებაზე. ჯერ იქნება რა თქმა უნდა განყოფილებები, ამ განყოფილებებზე მე ხდება ფაილური სისტემის ორგანიზება. ფაილური სისტემა როგორც გითხარით, ეს არის გარკვეულწილად ჟურნალები, გარკვეული სამართები, კლასტერები. შესაძლოა ამ მისამართებზე ხდება შემდგომ ფაილების განთავსება და მისამართების გამოყენებით ხდება რა თქმა უნდა აგრეთვე ფაილების წაკითხვაც. ფაილურ სისტემას აქვს დამატებითი ფუნქციები უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანუ შესაძლებელია ფაილურ სისტემაში მითითებული და თითოეულ ფაილის შექმნის დროს ფერმიშე ანუ ვის აქვს უფლება ფაილზე წვდომის და განისაზღვროს როგორც მომხმარებელთა ტიპი, ასევე მომხმარებლის და ჯგუფის წევრის პარამეტრები და აგრეთვე არსებობს კიდევ სხვა დანარჩენის ცნება, რომ ფერმიშენიც რეგულირდება ამ ფაილური სისტემის შექმნის დროს. მითითებული ფაილური სისტემის შექმნის და რა თქმა უნდა თარიღები თითოეული ფაილის როდის მოდიფიცირდება და ასეთი ინფორმაციით იწურთება ეს ფაილური სისტემა და მე ამ სისტემის საშუალებით ხდება მე უკვე ფაილების ჩაწერა მხოლოდ hard disk-ზე. წოდებული ფაილური სისტემაც როდესაც შესაძლებელია დისკების ორგანიზება დაშვებულ ველოდებს. მათი პროცედურა არის ესეთი, შემოვიდა კომპიუტერი. ინფორმაცია რაც არის, რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ანგარი როგორც ლოკალურად, აგრეთვე ანგარიშები შექმნილი კომპიუტერზე მიაბათ Microsoft-ის ანგარიშებს. ეს არის უშუალოდ მომხმარებლის რეგისტრაცია სისტემაში, ეს ხდება იქ მენეჯმენტის საშუალებით, აქ ხდება სხვა ტიპის მომხმარებლების განთავსება სისტემაში. შესაძლოა მე არის პროცედურა თითოეული მომხმარებელი რომელ ჯგუფს მეკუთვნოს. Windows-ში არსებობს სტანდარტულად რამოდენიმე ტიპის ჯგუფი, ეს არის თქვა Get, არსებობს user ჯგუფი, არსებობს power user ჯგუფი და არსებობს ადმინისტრატორის ჯგუფი. თუმცა მომხმარებელი გადაგვიანებულია ადმინისტრატორის ჯგუფში, მაგრამ ყველაზე მაღალი პრივილეგია. Guest ჯგუფი, როგორც ეს არის, ყველა პრივილეგირებული მომხმარებელი ჯგუფი, რომელსაც ეკონომიკით პროფაილები, ანუ სისტემაში დააქვს მომხმარებლის მოხმარების შემდგომ იშლება მიერ შექმნილი და კონფიგურირებული პარამეტრებიც.
აქ არის სხვადასხვა ტიპის ინსტალაციის მეთოდები. ხო, აქ ეს თემი კომპონენტი არის Excel-დან ჩატვირთვა ოპერაციული სისტემის ამ შემთხვევაში. ახალი რომ ვეცით რომ Windows servers Windows ოპერაციული სისტემას server-იან აწოდებული deployment server-ი რომელიც გამოიყენება ფაქტიურად ყველა უნივერსიტეტში და ყველა სასწავლო დაწესებულებაში. საშუალებას იძლევა ოპერაციული სისტემები დაყენებული იქნება ავტომატურ რეჟიმში იმიდან გამომდინარე, რასაც თქვენ განსაზღვროთ. რომ ის კომპიუტერი, რომელსაც აქვს Excel-ის დაწერები და აქვს ფუნქცია, ეგრეთ წოდებული wake-up-ი ან გაგვიძების ფუნქცია, შესაძლია ნებისმიერი კომპიუტერი, რომელიც არის გამყულიც კი, შეგვიძლია გავაგზავნოთ ნებისმიერ დროს, ანუ ლაპარაკია, როცა ტომებს მომხმარებელი თავის სამუშაო ადგილს და მის სახში შესაძლებელია ადმინისტრატორმა განსაზღვროს რეჟიმი, რომლის საშუალებითაც ამუშავო საათებში ეს სპეციალური სერვერი უკავშირდება კლიენტ კომპიუტერებს, აღვიძებს ამ კომპიუტერებს, ხებს ხელახლა გადატვირთვას და მოხმარებელი როცა ბრუნდება სამუშაო ადგილზე, მას ხდება სრულახლებული ოპერაციული სისტემა. ეს ასეთი ტიპის ურები მიზანშეწონილი არის კომპიუტერ უსებში, სადაც ხდება სხვადასხვა ტიპის მოსწავლეების მიერ სისტემების ინსტალაცია და ეს რომ გაწმენდილი და გასწორებული სხვა მოხმარება ხალი გადაყენება ოპერაციული სისტემის. თუ ეს გამოიყენება ორგანიზაციებშიც, ჭირო არის გარკვეულ ეტაპზე ან დაძაბული ოპერაციული სისტემის გასვლა, ან საერთოდ ახალი ოპერაციული სისტემის განაყენება. ფონდ დროს მნიშვნელოვანია მოხმარებლის მონაცემების შედურები, მაგრამ თქვით რომ Windows ოპერაციული სისტემას პოპულარად ძენს ერთ-ერთი სერვისი, რომელსაც ქვია Active Directory გეწოდებული. შესაძლებელია ჩვენ გავაკეთოთ წოდებული მობილური პროფაილები. ან მოხმარებელი სისტემაში, ანუ ფაქტიურად არაფერი არ არის ადგილზე. ანუ ტიპიკი დადი ფაილები ინახება სერვერზე და მოხმარებელი სადაც არ უნდა დაждდეს. ამ ერთიან დომინურ სისტემაში შეუძლია მიიღოს თავისი მობილური მოძრავი პროფაილი გამოყენებით ის წები და ის გარემო, რაც ჰქონდა ინსტალირებული კომპიუტერზე. ეს მოხმარებელი იყოს რეგისტრირებული ამ დომინურ სისტემაში და მობილური პროფაილი კონფიგურებული. ასეთი პროფაილები თუ არის სისტემაში, მაშინ ასეთი პროცედურების გამოყენება ნიშნავს მის დაკარგვის საშუალებას. ჩვენ უფრო დეტალს შევეხებით. აქ არქივაციის და აღდგენის პროცედურები. მე მგონი აქ კითხვები არ უნდა იყოს, ეს ამდენჯერმე გაკეთებია თქვენ ალბათ ყველა თქვენთაგან. საერთოდ აღდგენის მექანიზმები ჩატვირთვის თანმიმდევრობა რეჟიმი ამ შემთხვევაში ხო, ანუ ზოგიერთ ოპერაციული სისტემა ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ სხვადასხვა რეჟიმში, არის
რამე რეჟიმი გამოყენებული Windows-ის შემთხვევაში, safe mode სელის განებით და safe mode ბრძანებით იკონის გამოყენებით. სუფთა safe mode-ის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სისტემა წუთავს მინიმალურ პარამეტრებს და ეს რეჟიმი გაძლევს საშუალებას პრობლემური აპლიკაციები ან დანებული ფაილების შეცვალოთ და აღადგინოთ სისტემაზე. რაც command line-ის გამოყენებით ამ შემთხვევაში მხოლოდ სისტემა იტვირთება command რეჟიმში და არა graph რეჟიმში. და ასეთი ჩატვირთვას ითხოვს ზოგიერთი ანტივირუსი, როცა აღმოაჩენს ცვლილებას ფაილურ Windows-ის ოპერატიულ სისტემაში. კითხვა ხო რომ ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ თემის recovery და restore და აკრონის ვიყენებ ხოლმე მე ჩემთან შემოსწავლებს. აკრონისი არ არის ამ შემთხვევაში, ეს არის გარე პროდუქტი, რა თქმა უნდა, აკრონისი ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ამ მიზნით. და ზუსტად ის აკრონისაც მოყვება სპეციალური ამ მე გითხრა deployment server-ი რაც გითხრა, ესაც აქვს იგივე ტიპის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოთ აკრონისის deployment server-ი, შეიძლება გამოიყენოთ Windows-ის deployment server-ი. აკრონისი უფრო პროცედურას ხაზობს ამ შემთხვევაში არქივაციის სისტემის და უფრო მაგ პროცედურებს აღდგენის, ოღონდ ეს არ არის შემადგენელი ნაწილი როგორც იცით Windows-ის ოპერაციული სისტემის. ეს არის უტილიტა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროდუქტი საკრონისია. ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გავამახვილოთ ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებულ სისტემურ. ეს არის სტანდარტული Windows-ში ჩაშენებული ოპერაციული სისტემის არქივაციის და აღდგენის მეთოდი, რაც არის გამოყენებული უშუალოდ Microsoft-ის მიერ. აქ საკმაოდ მარტივი ესეთი საკებია წარმოდგენილი, ანუ ერთი გასამახვილებელი არის ყურადღება იმაზე, რომ ბავშვს სწორად ესმოდეთ, ანუ აწმენდის მექანიზმები დისკის და დეფრაგმენტებული დისკის ფრაგმენტაციის სწორები, ანუ ფრაქცია იცით ეს არის როცა ხდება რაღაცა ოპერატორმა ფაილის ჩაწერის დროს რომ ჩაწეროს ფაილები იმ კლასტერებში, რომელიც ერთ ბილიკზე ამ ბილიკის მომიჯნავედ. მაგრამ როცა ფაილი წაშლა ხდება, მერე ახალი ფაილის დამახ ხდება, ესე მანამდე დაკავებული კლასი არ არის საკმარისი, თქო, ახალი ფაილის იმ ტერიტორიაზე განსათავსებლად. ამიტომ ხშირ წაშლა ჩაწერის დროს ოპერატორს უწევს ამ ფაილების სხვადასხვა ბილიკებზე და სხვადასხვა კლასტერებში განთავსება. განმავლობაში ხდება გაფანტვა ერთი ფაილის სხვადასხვა ბილიკებზე. ეგზე გაფანტვა შემდგომ ხელს უშლის Winchester-ის მუშაობას იმ თვალსაჩინით, რომ ესე იგი ხშირი მონაცვლეობა ამ კონტროლერს გადანაცვლება ერთი ბილიკიდან მეორე ბილიკზე და ამიტომ საკმაოდ მობას ეს ერთი მხრივ იწვევს ვთქვათ ამ დაღლას და ფაილის წაკითხვის სიჩქარის შემცირებას. როდესაც ემსახურება იმას, რომ ესე იგი ისე განთავსდეს ამ ბილიკზე, ერთი ფაილი იყოს ამ ბილიკზე ან მაქსიმუმ მიჯნავე ბილიკი მაინც. უნდა იცოდენ კარგად თითოეულმა ასტო. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. რა განყოფილებებს? განყოფილებები როგორც იცით შეიძლება
თქვა. ისმენ. მგონი იყო ლადო ბატონო. ბოდიში. პასუხი შემდგომი დაყოფა თუ თქვა პირველ ეტაპზე ინსტალაციის დროს არ დავყავით დისკი აქვს თავისუფლი Windows-ის სპეციალური utilities გამოყენებით disk management-ის გამოყენებით შემდგომი დაყოფა შენებად აგრეთვე Windows-ის შემდგომ იძლევა საშუალებას ეს პარტიშენები გავდეს ან თუ მანამდე ქონდა რამოდენიმე პატარა პარტიშენი შეიძლება გავაერთოთ ან დავჭერათ უფრო მეტ ნაწილად ამ შემთხვევაში დავაკუთვნოთ შეიძლება გავაერთიანოთ ხო აღება დისკების მასივს ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი კიდევ ოპერაციული სისტემაში იცი რომ ერთი ფიზიკური დისკი არის მაღალ საფრთხემედებას ინფორმაციის ჩაწერის ამ ერთ კომპიუტერებში რომელშიც მოთხოვნილი არის მაღალი საფრთხემედება ინფორმაციის ჩაწერის და წაკითხვის ჩვენ შეგიძლია ვიმართოთ RAID ტექნოლოგიას ანუ დისკის მასივს ამ შემთხვევაში არსებობს RAID-ის ანუ რამდენიმე ვარიანტი და რამდენიმე ვერსია მაგრამ პირველი მთავარი კომპონენტი RAID-ის არის ის რომ ესე იგი ჩვენ გაგვერდოს ერთი მხრივ საფრთხემედება ჩაწერის დროს გაგვეზარდოს საფრთხემედება წაკითხვის დროს თან შესაძლებელი RAID-ს აქვს შესაძლებლობა მოხდეს კარგი რეზერვირება ანუ კლონირება არსებული მონაცემის არსებობს RAID ვერსია 0 ამ შემთხვევაში როცა ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩადა საკითხვის სისწრაფე და არა ინფორმაციის საიმედოობაზე ანუ ეს რაშინას ანუ ამ შემთხვევაში მინიმუმ 2 დისკი საჭირო RAID-ის შემთხვევაში ხდება ფაილის ნაწილი ჩაწერა ერთ ფიზიკურ დისკზე მეორე ნაწილი ჩაწერა მეორე დისკზე ამ შემთხვევაში ამითი გამაგებულია ჩაწერა საკითხვის საფრთხე მაგრამ თუ ერთი დისკი ზიანდება შესაბამისად იკარგება როგორც ერთზე განსხვავებული ასევე მეორეზე ამის თვალსაზრისით RAID 0 არ არის კარგი ჩვენ კონდეს პირიქით მოთხოვნა გვაქვს საერთო ინფორმაციის შესაძლებელი მიმართოთ ერთ სამყაროში აქ უბრალოდ ორ ვინჩესტერს უბრალოდ ერთ ვინჩესტერზე აქ საფრთხემედებაზე ლაპარაკი არ არის საფრთხემედება იგივე რჩება და როგორც ჩაწერის საკითხვის ყოდ ხდება კლონირება ანუ ინფორმაციის თქვათ ჩაწერილი დისკში იგივე ინფორმაცია მეორე დისკზე და გაუზარდოს საფრთხემედება თქვათ ამ თან კონდეს ეს სისტემაში ნაშრომებული მაშინ დაგჭირდება 4 დისკი ან 2 გათვლილი იქნება ამ შემთხვევაში ფაილის ჩაწერაზე იგივე თქვათ მეორე წყვილი დისკი გაყენებული იქნება ამ ის კლონზე ფაილის ჩაწერის დროს ხდება ერთი ფაილის ჩაწერა ერთ დისკზე მეორე ფაილის ჩაწერა ფაილის ნაწილის ჩაწერა მეორე დისკზე პარალელურ რეჟიმში ამ შემთხვევაში იზრდება საკმაოდ ჩაწერის პროცედურები რაც RAID შემთხვევაში აქ უკვე ჭირდება მინიმუმ 3 ფიზიკური დისკი 3 რომ არ გაყენება უკვე თანამედროვე RAID 3-ის დროს ხდებოდა შედეგი რაღაცა რომ ხდებოდა ორ დისკზე ამ ჩაწერა თქვათ ინფორმაცია და მესამე დისკზე ინახებოდა ამ ჩაწერილი საკონტროლო ჯამი. და თქვათ თუ დაზიანდებოდა საკონტროლო ჯამის ამ ნახველი მოწყობილობა არის ფიზიკური მოწყობილობის შადგმის შემთხვევაში ხდება ხელახლა გადაჯამვა ხდებოდა ინფორმაციის ამითი ვიღებდით საკონტროლო ჯამს მაგრამ თუ თქვათ ერთი მათგანი დაზიანდებოდა უბრალოდ საკონტროლო ჯამისა და ერთი დისკის გამოყენებით გამოთვლა დისკზე განთავსებული ინფორმაციის
იცი როგორც იცით ამ შემთხვევაში გამოიყენება XOR ოპერაცია, XOR ოპერაცია საბოლოო ჯამში არც როგორც იცით მოცულას, ამიტომ ორი დისკზე აღებული ჯამური მოცულობა უტოლდება ცალკე არსებულ ერთ დისკზე არსებულ მონაცემს. ანუ სხვაობით ან პირიქით შეჯამებით ხდება ამის რელაცია. ანტენებული არის XOR ოპერაცია. რა ხება RAID 5 ამ შემთხვევაში. აქ გამოყენებული არის უკვე საკონტროლო ჯამებისთვის არ გამოიყენება დახმარება ხდება საკონტროლო ჯამების გაგრძელება ყველა ზე. მაგაშელებელია უკვე მინი 3 ვინჩესტერის ქონა. შესაძლოა ჩვენ გავაკეთოთ 30 ვერსიაც მინიმუმი დისკი დაგდება და ედურები აღდგენის და ჩაწერის საკონტროლო ჯამის ფაქტორ დეტალურად მინიმუმი რა ქამ პრობლემა ანუ არ აგვიხსნეს ჩვენგან ანუ არას ვერ მივხვდი ზუსტად და ანუ ლაპარაკია RAID 3-ზე და RAID 5-ზე. ორი ვინჩესტერი, სადაც ფაილის ერთი ნაწილი წერება ერთ ვინჩესტერზე, ფაილი წერება მეორე ვინჩესტერზე და მესამეში წერება ამათი საკონტროლო ჯამი. ხო. თქვა თქვენ თუ შეგიძლიათ გითხრათ რომ ანუ თქვა პირველი ვინჩესტერის დაზიანების შემთხვევაში როგორ შეიძლება მივიღოთ ის მონაცემები ჩვენ საკონტროლო ჯამის გამოყენებით და მეორე დისკზე არსებული საფუძველზე. მე მაშინ უყურე სხვა რა სულ ისმენთ ბატონო ვლადიმერ. მაშინ გავხსნი ერთ-ერთ მარტი ავიღოთ ანუ თქვა ამ შემთხვევაში ეს არის ინფორმაცია განთავსებული თქვა ანუ ერთი ორი სიტყვით თუ რა ჩამოვაყალიბოთ არა უბრალოდ ანუ როგორ ხდება ესა თქვა აი გადარჩევას ნახავთ უყურე ყოთ ერთი დისკი ეს არის თქვა დისკი ერთი საანგარიშებით ხდება კონკრეტულად ეს 8 ბიტისგან ხო შედგება ინფორმაცია ხო? 8 ბიტისგან ნაწილი მიდის ნაწილი წერებზე ნაწილი ეცეჩას და შეხედა ანგარიშება ხდება და ამ ბიტების აღდგენა ორს ხო ანუ როგორ ხდება ეს მაინტერესებდა ეს კარგად მომიცოდეთ რა რამე თუ არა გვაქვს ისეთი ხო ლოდიანი იმისა თუ გვაქვს ასეთი 1 ბაიტიანი რაღაცა ისა რომელიც ერთი თქვა 2 ბაიტიანი რაღაცა მონაცემი იყო თქვა დისკზე ერთ დისკზე განთავსდა თქვა 2 ბაიტია დისკზე ორი და თქვა აი ეს გავსი იკისი შესაბამისად დისკი RAID ეს არის RAID 3 ეს თუ რა წერ დისკი სამის ხდება საკონტროლო ჯამების შენახვა. უბრალოდ მესამე დისკზე ინახება რა. ამ დისკზე არსებული XOR-ით შეკრებილი ჯამი. თქვათ ისე თქვენ 1 და 1 გვაძლევს ამ შემთხვევაში რას? XOR-ის დროს. ერთნაირი ბიტები გვაძლევს რას? ერთ ბატონო 0 შესაბამისად 0 იქნება 1-0 მოგწევს 0 შემთხვევაში იქნება 0 ახაც იქნება 0 ახლა 0 აი მონაცემი შეინახება საკონტროლო დისკზე წაიღა თქვათ ეს გადავიტანოთ ვერდით ანუ ეს ინფორმაცია დაიკარგა დისკი 1 დაზიანდა ფიზიკურად ყოველდღე გამოვიყვან ხო მივიღოთ ეს ინფორმაცია, ხო?
მაშინ მართოთ საკონტროლო ჯამს და უკვე მეორე დარჩენილ დისკს. ამას ხელახალ დავაჯამებთ, ანუ ისამს რომ დისკს ორს დავაჯამებთ, უნდა მივიღოთ დისკის ინფორმაცია. ისევ 1 2-დან 0-ია. 2-დან 0, ოხო. ჩვენ ნო? ხლა რა მიხარით? ერთიანი უნდა ყოფილიყო. ო. აი. ხო, თავი ჩავდი. ერთ დამაუს შემიშლა ხა. ერთი არ არის. ერთი არის 0. 0-დან 0-ია ფოში. აჰა. ერთი. აი ჯამი ყოფილა ისე. რაღაცა უნდა მივიღო ჩვენ. ავკარგეთ ეს დისკი. საკუთარ მიწოდას აქეთ. ერთიდან 0. შესაბამისად უნდა მივიღოთ ახლა ჯამს. ახლა ჩვენ უყურებ აჯამებ დისკ 2-ს და დისკ 3-ს და უნდა მივიღოთ ზუსტად დისკი ერთსებული რაღაცა მონაცემი. როლი ამ შემთხვევაში 1 და 1 მოგს ამ ჯამში ეს ინფორმაცია უტოლდება ამას. როგორც ფიზიკურად თქვენ ჩადერთ ავტომატურად გააჩნია მოცულობას ამ დისკი შეიძლება დაჭიდეს ამდენიმე თვის, შეიძლება დაჭიდეს ამდენიმე საათს. ავტომატურად ამ ინფორმაციას აღდგენს. ანუ მონაწილე კარგება. აქ უნდა იყოს ამ დროს ერთნაირი ყველა, ხო, სამი. ხო, შეიძლება არ იყოს ერთნაირი, მაგრამ როცა რეიტს ყველა კონფიგურირებთ, ყველა იმ მოცულობაზე, რომელიც არის ამ დისკის უმცირესი. გამოყენებული 3 გიგაბაიტიანი ვინჩესტერი 1, მე 500-იანი და მესამე ტერაბაიტიანი. გაწევნების შემთხვევაში გახდება 300 გიგაბაიტიანი მოცულობა. ანუ იყოს ის სხვადასხვა ზომის. დავარდება, ხო შესაბამისად. ბატონო, ანუ საფიანის სიჩქარე იქნება ამ გადაცემის სიჩქარე, ხო? მასენის გადაცემის სიჩქარე ანუ თუ ძახი ანუ გრუნდის რაოდენობა განსხვავებული არის? არა, ბიტები, გადაცემის სიჩქარე, ხო, ამის უნდა განამზეს კი თეორიულად. ანუ ნებისმიერი საკონტროლო ჯამი ინახება ასეთი წინით, ანუ მიქსერ ოპერაციით, სადაც 1 და 1 არის 0, სადაც 0 და 1 არის 1, სადაც 0 არის 0. ანუ რაც ამ პარიჩკა რიცხვს დავუყოთ, ანუ უფრო გადის მოცულობას ვერ მიიღებთ. იგივე შექსამები, სადაც კი შეხვდება, შექსამები ყველა ხდება ამ პრინციპით. ჩვენ რომ ნახეთ თითოეულ სექტორ აჩნიაო საკონტროლო ჯამიო, ანუ ის ამ შემთხვევაში. ხდება რათა მათემატიკური მეთოდით, არსებული ინფორმაციის და ბოლოს მიეწერება რაღაცა X რაც შეკრებილი საკონტროლო ჯამი. და ვის როცა კითხულობს სეგან ინფორმაციას, აიღებს მონაცემთა ველში არსებულ ბიტებს, შრიბავს დამოუკიდებლად, ანუ ამ გაკეთებს იგივე პროცედურებს, რაც იქნა გამოყენებული ჩაწერის დროს. მოხდება ამ ჩექ-3-ის, ანუ წაკითხული ჩექ-3-ის და კომპიუტერის მიერ, ანუ ვინჩესტერის მიერ გამოთვლილი ხელახალი ჩექ-3-ის შედარება ერთმანეთთან. საკონტროლო ჯამი ერთმანეთს დაემთხვა, მაშინ ხდება ინფორმაციის სწორად წაკითხვის მიზანების გასვლა პროცესორიდან და მიეწოდება ეს ინფორმაცია ცენტრალურ პროცესორს. ყოველში ხდება ხელახალ გადაკითხვა არსებული და ეს ასეთი ტიპის ჩაევები სწორედ დაგებული ამ პრინციპზე. მეტი არაფერი. ხუთი შემთხვევაში ეს პრინციპი გამოყენებული ვთქვათ, ეს საკონტროლო ჯამი არის გაფანტული ყველა დისკზე. ხალხი გამოყოფილი არის სპეციალიზებული რაღაცა
RAID 3 და RAID 5-ის გამოყენების შემთხვევაში 30% იკარგება, ანუ disk space-ის, ანუ გამებული დისკების 30% გვეკარგება ჩვენ ამ საკონტროლო ჯიშის შესანახად. ამიტომ უკვე 1 ტერაბაიტი მოცულობის ანუ 3 დისკის გაშენებით ჩვენ უბრალოდ ვისარგებლებთ მხოლოდ 30 ხო სადღაც 60 მეგაბაიტი ამ შემთხვევაში. დარჩენი დაშლობა იკარგება ამ პროჯექტისთვის. ხშირად ხმარობენ RAID 5-ს, მაგრამ ყველაზე კაი სისტემა არის, რა თქმა უნდა, RAID 10 სისტემა. RAID 10 სისტემა არის ძვირადღირებული სისტემა, იმიტომ რომ ადგილის 50% იკარგება ამ სისტემის გამოყენების შემთხვევაში. 50% ხონდა მონაცემად 50% გამოყენების ამ საკუთარი ინფორმაციის განსაზღვრებას. სიხარეს მალია და რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ აი საკონტროლო ჯამების შექმნა არ არის საჭირო და საბამისად მე ამ გადაცვლა და რაღაც მსგავსი პროცედურები ნაკლებია. უბრალოდ პირდაპირ ჩაწერა მონაცემების. ინტერესებისა. RAID შემთხვევაში მინიმუმ 4 გჭირდება. ასე იგი. ანუ მე იზრდება პროპორციულად. იქა მე იზრდება პროპორციულად ასე, ნო? ანუ გჭირდება ანუ 2 სისტემა. ესე იგი ინფორმაციის გაფრთხილად ჩაწერა, ანუ თქვა ფაილის რაღაცა ნაწილი იწერება ერთ ვინჩესტერზე, ფაილის მეორე ნაწილი იწერება მეორე ფიზიკურ ვინჩესტერზე. აი, ერთი სისტემა. კი ბატონო. ორდება ჩაწერა წაკითხვის ისა სიჩქარე. მაგრამ ამ ორს ჭირდება მეორე ორი იგივე იდენტური კლონი. იმიტომ რომ RAID 1 შემთხვევაში თუ ერთი ვინჩერი გახუშტა, მთლიანად იკარგება ინფორმაცია. ინფორმაცია ვერ აღარ. ვერ გამორიცხულია. ამიტომ ჩვენ გვაქვს მეორე ისე მსხვილი დისკი, სადაც ხდება იგივე პროცედურა, ეს მეორე არის 100. თერაპია. თუ ვთქვათ, რომელიც ერთ-ერთი ვინჩესტერის დანება, მაშინ ახალ დისკს და უბრალოდ მეორე დისკზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე ხდება პირველი დისკის შევსება. ასე იგი. ოღონდ ცუდი აქ ის რომ ესე იგი 50% არსებული დისკის მოსვლის იკარგება თუმცა გამოვიყენეთ RAID და გვექნება ანუ სტატაურის ვინჩესტერი, ანუ 3 გიგაბიტის სიხარის ვინჩესტერები. გაიზრდება თუ არა მათი სიხარე და ანალოგიური თემა თუ არა SA3-ის დე აბა თუ არის სიხარე, ანუ 6 გიგაბიტი ნახევარზე ხო გაიყოფა ინფორმაცია და შევა ერთ 3 გიგაბიტის გადაცემით და მეორე მისწევს 3 გიგაბიტის გადაცემით. ეს თემა დავუშვათ 6 გიგაბიტის სწოლის ჯამ. თუ ჩვენ გამოვიყენებთ მარტო თქვა 1 წაგ 3 გიგაბიტი ჩაწერილი წაკითხვის სიჩქარე და მეორე მაგონდა ჩაწერილი წაკითხვის სიჩქარე დაჯამდება. ეს გარდა ამისა დამოკიდებულია ბრუნთა რიცხვზე, ხომ? ვიცით ჩაწერილი წაკითხვის სიჩქარე ანუ სერვერი უკვე რეკომენდებული არ არის, რა თქმა უნდა 7200-იანი ბრუნის მქონე ვინჩესტერის განება, ეს არის ყველაზე იაფასიანი ვინჩესტერები რა სერვერებისთვის, აუცილებელი არის. აი რეკომენდებულია, რა თქმა უნდა 10,000 ბრუნი და შესაბამისად არსებობს 15,000 ბრუნის მქონე ვინჩესტერები და ამიტომ სერვერულ პლატფორმებზე ძირითადად ამიყენებენ ამ მაღალი ბრუნის მქონე ტიპის მოწყობილობებს. ეს უკვე როგორც იცით შემოსული არის ახალი ესე იგი ხო ეს ამ შემთხვევაში SSD და ამ შემთხვევაში SSD ფაქტურად უტოლდება სიხარებს. იქ ის აკვედები თითქოს უტოლდება ერთმანეთს. ხო. მე არ ვიცი ახლა რამდენად სწორია, მაგრამ ანუ რამდენიმე ადგილას კი წავიკითხე, ანუ უბრალოდ მაჭრება
როგორც იძახიან, ვიდრე ჩვეულებრივ ანუ რეჟიმე გადამაგის უფრო დიდი რესურსი და ვიდრე SSD. ხო, ასე რამდენად სწორი ეს ინფორმაცია არის ვიგეთქვით. მილიონამდე აქვს. SSD-ს აღარ აქვს ეგ პრობლემა. თავიდან იყო რომ NAND flash ხსიერებების უჯრედებს ჰქონდათ გარკვეული ლიმიტი. ხო, ორი პრობლემები ჰქონდათ. მაგრამ დღესდღეობით რაც იწარმოება, საკმაოდ დიდხანს ძლებდა იმ ცვეთას, ხო? რამდენი წელს? ხო, ცვეთას? წელი თუ ხო, 5 წელი არის ალბათ, რავი, მაქსიმუმ კომპიუტერისთვის, რომ შემდეგ უკვე უნდა ჩანაცვლოს ახალი თაობის დეტალებით, ხო? შესაბამისად, ამ პერიოდს თავისუფლად გაუძლებს SSD, რა თქმა უნდა, თუ გამოვიყენებთ ინტენსიური მუშაობის, რაც შეეხება ჩაწერა წაკითხვას. ამიტომ SSD-ებზე ერთადად აყენებენ ოპერაციულ სისტემას და პროგრამებს, რომ შესაბამისად სწრაფად გაიშვა სისტემა. ეგ ეწოდებული მეყამეყენება, იმაზე იწერება, თქვათ, ფაილი ძირითადი მონაცემები. ჩვეულებრივ ვინჩესტერებზე იწერება ოპერაციის სწრაფი ჩატვირთვის და მოქმედების მიზნით არის განთავსებული SSD-ზე. ანუ ეს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი დღესდღეობით რაც არის. ანუ შეეხება ჰიბრიდს, ხო? ჰიბრიდული ვინჩესტერები არც ფლად ეფექტური, ამიტომ რომ არც იგივე არც აქეთ, ну, სწრაფქმედა აქვს იმის ხარჯზე, რომ cache ენებს იმ პატარა SSD მეხსიერებას, რომელიც კონტროლერთან აქვს მიმაგრებული, მაგრამ მას რა თქმა უნდა, სუფთა SSD ჯობია და სწორი განაწილებით უფრო კარგი წარმოების მიღება შეიძლება PC-ზე. ну, სამაგირი. ბატონით, თქვენთან კითხვა შეიძლება. გისმენთ. ჰიბრიდთან ქონია თქვენი ურთიერთობა? უშუალო შეხება არ მქონია ჰიბრიდებთან. ინფორმაციაზე ვიცი ფორუმებიდან, რომ ბევრი SSD-ს ემხრობა ვიდრე ჰიბრიდებს. თქვენ რა არ შეიტანთ ცვლილება? მაინტერესებდა, არც მე არ მქონია ჰიბრიდებთან შეხება და რა ვიცი, გარკვეული ზოგი წყარო ერთი ძახის, წყარო მეორე ძახის და ბატონო, ჰიბრიდი კარგი არის ქმედებით და იმ გასაგებია, კი, გასაგებია. მეტად უცვლებს ცვეთას ვიდრე NAND-ის ფლეში, მაგრამ სწრაფედებას რაც შეეხება SSD უმეტ პერფორმანსს აჩვენებს ვიდრე ეს ტუტორიალებში ბენჩმარკებიც დევს YouTube-ზე ბევრი, სადაც SSD-ს ბევრად დიდი პრიორიტეტი აქვს. კი, თქმა უნდა, ეგ თავისთავად ეგრე იქნება, სწრაფიც იქნება SSD. უბრალოდ ისიც სახლის ვარიანტებში, აი, ჩვეულებრივ home კომპიუტერები რა, სახში რო იწყობა, აი მე რატომ მგონია, რომ ჩვეულებრივ hard disk-ის მაგათ ჰიბდი უკვე საგაზდის კომპიუტერის წარმადობას. აუცილებლად გასდის, მაგრამ SSD კიდე უფრო მეტად გასდის. ეგ უკვე ფინანსების თემაა. ფინანსებზია დამოკიდებული, ზუსტად მაგაზია რა. ვიდრე hard drive ან ჰიბრიდული hard drive. ბატონებო, მოკლედ ჩვენ ამ ფოში რაღაცა მოკლე ანალიზი გავაკეთეთ ამ ოპერაციული სისტემის და დისკის სტრუქტურის და ინსტალაციის სხვადასხვა მის. ამ თუ გავრვილი თქვენი მოსაზრება. თქვენ მასთან ქონიათ შეხება რა წესებით დაგიყენებიათ, თქო, ქსელური მეთოდი გიყენებიათ და რას იყენებთ ამ შემთხვევაში სერვერზე, რა სისტემას იყენებთ და ამ შემთხვევაში როგორ გაგიქცაში ოპერაციული სისტემები. ვინ გავიყენებია ქსელი გამოყენებია. რა დავაღწია ამბილა. ბლენდა. სხვა რა გამოცდილება. არ დამეყენებ. კოლეჯების ადმინისტრატორები ვინც ვიბრძანდებით თქვენ, ანუ საკმაოდ გაგიმარტივებთ ცხოვრებას, ანუ თქვენ თუ დიპლომიან სერვერს გააკეთებთ, იგი თუ ახლა გიჩვეული აკროს ზარგი სიმა არსებობს, აკროდიპლომენტ სერვერი, რომელიც დააყენოთ იმ სერვერზე გინდათ ჩუქარობ ოპერაციული სისტემაზე, თუ გაქვს მეკონი ყველა კოლეჯს არ თანამედროვე
კომპიუტერსაც აქვს wake up ფუნქცია. ბადება და რაღაცა სხვა ლაბორატორიულ ამოცანებს გააკეთებს კომპიუტერზე, თქვა შეიძლება იქ რაღაცა username-ის პარამეტრის დაყენების უფლება მისცე, რაღაცა წაში რაღაცის შეცვლის ფუნქცია მისცე, რაღაცა დონეზე ადმინისტრაციის უფლება მისცე, რომ მისწავლოს ასე თუ ისე რაღაც საკითხები. რა თქმა უნდა, ჯობია ეს საკითხები ვირტუალურ იმაში გაიარონ. რემოში, მაგრამ თუ თქმას ფიზიკურად გააკეთებინეთ, ეს რა თქმა უნდა უკეთესი იქნება. და deployment server-ი მოგცემს საშუალებას, უბრალოდ აი თორსა მორჩება მეცადინება, თქვენი ძალისხმევის გარეშე ავტომატურად მოხდება ხელი ინსტალაცია მოყენებით ამ კომპიუტერებზე. ანუ იმეიჯი უნდა გქონდეს გადაკეთებული ერთი იმეიჯი უნდა გქონდეს გამზადებული, მაგრამ ეს deployment server-ზე დააგდებთ, საჭირო არის ექსმიტითება, ანუ თავარი არის ერთ-ერთი საკითხი რომ თქვენ დინამიური დამისამართება გქონდეთ იმ რომ აუცილებელი არის deployment server-ის გამოყენების შემთხვევაში კომპიუტერს გქონდეს რაღაცა გარკვეული სამართი. მაგაში მოდიმე კლient server-ია, პროგრამული უზრუნველყოფა თვითონ. ანუ ან client server-ის ვარიანტია ეგ პროგრამული უზრუნველყოფა ამისა. აგენტებს გება რამე? არა, აბსოლუტურად აფრინდა საჭირო. არის LAN wake up ფუნქცია კონდეს დაყენებული ის დონეზე Excel-ის ადაპტერს. ანუ ეს ფუნქცია მარტივად ჩანს, როცა თქვა Windows-ი ან ოპერაციული სისტემა და შესაბამისად კომპიუტერი გამორთული არის. Excel-ის ადაპტერი მაინც იმცემს. Excel-ის ადაპტერი. თორემ იმისა რომ კომპიუტერი მორთული ესე იგი ასეთი ტიპის კომპიუტერის აქვს ეს ფუნქცია რა. ანუ კვეზლოგზეა იმაგრებული ჩარტის რეჟიმი. ხო, რა თქმა უნდა, კვეზლოგიდან უნდა იყოს ჩახსნილი. არა, Excel-ის ჩარტის ფუნქცია ისეთი, რომ კვეზლოგთან ან კომუნიკაციული ჩამის ანუ ტრანზისტორთან რომელიც გამოუშვებს ზაბუას. კვეზლოგზე ანუ მუდმივ ძაბის ქვეშ არის. ფოუც არ ელოდება რა, უბრალოდ. ხო, აი, ფოუც არ ელოდება. ანუ Excel-ის საშუალებით შემოდის სიგნალი და გააქტიურება კომპიუტერი. და თუმცა საერთოდ შემოდის ეს იქ მოყვება სპეციალური აპლიკაცია, პატარა აპლიკაცია, ანუ უგზავნის სერვერი ამ კომპიუტერის აპლიკაცია, მე ამ აპლიკაციის გამოყენებით, ანუ იგი რასაც ბატონმა პატარა კლიენტი იტვირთება კომპიუტერზე, ეს კლიენტი მე ამყარებს კავშირს იმ სერვერთან და ხდება იმის ამართებს თქო ავტომატურ რეჟიმში, იმდაც დომეინში ყავდეს გაწერილი, დომეინში გააწერენ ეს ავტომატურად დომეინური სისტემა გამოყენებული ხსაში. არადიმე. დიახ. იმას გამონაყენებს თავისი სისტემა PX-ე ჩატვირთვის საშუალებით. Linux-ები გამოკეთებია იმასთან რა? კი, მე ვარ. Linux-იდან ანუ PX-ე სერვერი მქონდა გამართული, მაქვს კიდევ ასახლე ერთ ორგანიზაციაში, DCP სერვერში ჭირდება დაკონფიგურება, რომ შესაბამისი ჩატვირთვის პარამეტრები, IP სამართლებთ მას გასადრეთა და შემდეგ მქონდა მოწყობილი ესე პატარა Linux-ის დისტრიბუტივი მოდიოდა Excel-იდან და უკვე ის ასრულებდა შემდეგ დაგეგმილ ამოცანებს, მათ შორის იმეჯების აღდგენას. აბსოლუტურად, ეს სერვერი არის, ეს როცა ჩვენ ხელით ვაკეთებთ, მაგრამ აი გამორთულ მდგომარეობაში რომ ავტომატიზაცია მოხდეს, აუცილებელია deployment server-ის ფუნქცია. შესაძლებელია ესედაც ჩატვირთებაში კი ბატონო არ არის პრობლემა. შესაძლებელია Excel-იდან გაიგზავნოს ეს Magic პაკეტი Wacom LAN-იან კომპიუტერებს, ნებისმიერი კომპიუტერიდან მაგით შესაძლებელია. ძალიან კარგი. ეს მაგის ამართი რომელი კომპიუტერის ჩართვა მინდა? იმ მაგზე ვაგზავნე Magic პაკეტს. შეიძლება თქვა რაღაცა კლასები დაყოფილი რაღაცა ქსელებია და შესაძლებელია გარკვეულ კომპიუტერს გავგზავნო, კი. ხო, ანუ საკმაოდ ტივი და მოსახერხებელია. აი კლასი ვისაც კლასებთან აქ შეხება. მესმის, მაგ აკრონისთან უბრალოდ ლიცენზიის საკითხებია, რომ ცოტა ფასიანია აკრონისის deployment server-ი თქვენ რასაც ამბობდა Linux-ის, შესაძლებელია სრულიად უფასოდ ცოტა წვალებით გაკეთდეს. ხო, ის კი, მაგრამ
დიპლომი რაც არის, თქვა 3-0 ვერსია იგივე, მოდ ბევრი ისე კრეკეტი ისინი ბევრია. კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება. ეს არის. შემდეგი საკითხი განსაზღვროთ. თქვენთან მინდა რეკომენდაცია, თქვენგან მინდა უბრალოდ რეკომენდაცია. როგორც ეს IT essential შედგება შემდეგი საკითხებისგან. შეკითხი ოპერაციული სისტემის ინსტალაციის შემდგომ ეს არის უფრო ნასა უправление Windows, ანუ აქ არის აი ზუსტად კომპანილის შემავალი ადმინისტრაციული ფუნქციის კონფიგურაცია შესაბამისი მართვა. იგივე local security policies მართვა გარკვეულ დონეზე, იმიტომ რომ თქვა IT essential-ის დონეზე არ არის აუცილებელი საკმაოდ ადერკეოდეს ამ local security policies ფუნქციებში პატენტი. იქ მინიმალური კონფიგურაცია. სხვადასხვა ტიპის ჯგუფების გენერირება, შესაბამისად სხვადასხვა ტიპის პოლიტიკის გამცემა ამ მოხმარებლებზე. ეს საკონდო თემა რაც არის, ეს არის ამ კითხვაში ან essential ეს არის დაემატა ქსელის ეს კომანდა შეტანი, მაგრამ დაემატა IP6-ის ბაზაზე ქსელის გულება ფიქსირებული კაბელი ქსელის კაბელი ქსელის, ამიტომ დაგჭირდება ჩვენ გარკვეული ესე იგი კოში ჩაგეკიდება ამ საკითხის. დამატება Linux ოპერაციული სისტემის გარემოალცია და შესაბამისად მინიმალური პროცესები და ერთ-ერთი სიახლე რაც არის ამ შემთხვევაში ეს არის მობილური მოწყობილობები და მათი ოპერაციული სისტემები. რაკი არის Android სისტემებზე, device ტიპებზე, ლაპარაკი არის თქვათ სენსორულ ქსელზე, ანუ როგორც იცით, აქტიურად ვითარდება ტექნოლოგიები, ვითარდება smart ქალაქების იდეა, smart სახლების იდეა, smart სების იდეა და შესაბამისად აქტიურად აიქნება რაღაცა ერთი, რაც არ შეიძლება ჩათურქოს ხელს. იქ გამოყენებული არის სხვადასხვა ნახსენები არის სხვადასხვა ტექნოლოგიები, იგივე ეგრეთ წოდებული საშუალო შეგვიძლია ადვილად გადავცეთ პარამეტრები მობილური ტელეფონის გამოყენებით ან სხვა მსგავსი პორტაბელური მოწყობილობის გამოყენებით რაღაცა device ან პირიქით სხვა device-დან ავიღოთ ეს ვიკონტაქტოთ ეს პარამეტრები. აგრეთვე შესაძლებელი არის გარკვეულ დონეზე Zigbee ტექნოლოგია. ეს არის როცა სენსორული ქსელის შემთხვევაში სენსორული ქსელზე ლაპარაკია, თქვა smart სახლის შემთხვევაში თქვა გაცება დაკავშირებულია თქვა ფარდასთან. ანუ კაშკაში გაიზარდა თქვა შეიძლება გაიწიოს ფარდა და შესაბამისად მე ტემპერატურა დარეგულირდეს ამის საფუძველზე სენსორები ერთმანეთს შორის რაღაცა დონეზე ცვლიან ინფორმაციას. ანუ მაგ ტექნოლოგიებზე გვიქნება ლაპარაკი. იმიტომ რომ მომავლის ტექნიკა ამის გარეშე ჩვენ ფაქტი ცხოვრება მომავალში, იმიტომ რომ ისე როგორც ახლა ვერ წარმოგვიდგენია მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება. ეს უახლოეს 3-4 წელიწადში ეს ტექნიკები საკმაოდ არის საქართველოშიც, იმიტომ უკვე 2020 წლისთვის აი ცოს გამოკითხეთ 50 მილიარდ დაჭარბებს. შეჩართული კომპიუტერების რაოდენობა და მოწყობილობების რაოდენობა ახლა მილიარდით უკვე 11 მილიარდს მეია. ესე იგი ყოველ წელიწად ფაქტობრივად ორმაგდება ეს. ასე ხაზი გვექნება ერთ-ერთი. მე შემდეგი თავი ბოლოში არის ეს IT პროფესიონალი, ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის რომ ვთქვათ, ჩვენ დაასწავლოთ სტუდენტს, რადგან ეს არის მზადდება ამ კურსის საფუძველზე სტუდენტი, რომელიც საჭიროს უკეთებს კოსტემებს, უნდა იცოდეს კლიენტთან ურთიერთობა, ანუ ლაპარაკობს რა ტიპის მხარდაჭერა უნდა გაუკეთოს, თქვა არსებობს სხვადასხვა დონის მხარდაჭერები და შესაბამისად რომ უნდა გადაწყვეტოს, თქვა ერთი ლეველიდან მეორე ლეველზე და შემდგომ საკითხებზე და ბოლო არის ტრობლშუტინგი, უნდა ჩატარდეს ეს ტრობლშუტინგი და უნდა სტუდენტმა წყობს თემა
პრობლემების დახვის და აღმოფხვრეს. ხები რაც მინდოდა ეს მეთქვა თქვენთვის. მოკლედ შემდეგისთვის ძალიან ვთქვით რომ ვისაც არ აქვს ჩვარებული ეს რაცნაირად მოახერხოს და ეს პირველი მეორე თავიც მაინც გავაბაროთ. თუ რამე ტექნიკური პრობლემა წავიქნა. ეხლა ნახე მე და მოზი. გამოსტებზე ხო? გამოსტებზია. ეგ თავი როგორ უნდა ჩავაბაროთ ბატონო ვლადიმერ? როგორ და ახლავე დაგიშიარებთ. უნდა შევიდეთ. სამი. დაუბრუნოს. აქ ორი სხვადასხვა გზიდან შეგიძლიათ თქვენ ჩავაბაროთ. ეს არის მოდული შეიძლება შეხვიდეთ. ყოველ მოდულს აქვს როგორც მოაში ქვიზი შეგიძლიათ თქვენ თვითონ გავააქტიუროთ თქვენ თავზე ნებისმიერ დროს ჩააბაროთ. გამოსცემს აი თითოეულ ბოლოში არის წარმოდგენილი გამოსდა. გამოსდა გააქტიურებული არის პირველიდან 6 თავის ჩათვლით და გააქვთ 3 ცდელობა ამ შემთხვევაში. შეგიძლიათ ვთქვათ არსებული მიღების შემთხვევაში თვითონ გადააბაროთ ხელახლა ის გამოსდა. ზღვარი არის 75%. ერთას კითხავთ. ეს ქვიზი რა კითხებით არის და რაშიც არის გამტაზეც იგივეა თუ როგორ არის? იგივეა, ხო, ზუსტად იგივეს არ იმეორებს, თქო, სხვა კითხები ამოდის, მაგრამ თავიდან იქნება კითხვა, ანუ არ გდება სხვა ამ თავს. ხო, ვლადიმერ, თუ რუსულს ავირჩევთ, შესაბამისად გამოსა სულად იქნება თუ როგორ არის? არ მე მაგ ხა ჩართული ორივე ენაზე. კი ბატონო. როცა შედიხართ გამოსტაზე, თქვა თქო შედიხართ სისტემაში, თქვენთ სასურველ ენას, ანუ თუმცა ვინმე აქვს სურვილი სხვა ენაზე ჩავთო გამოსტა. მე შეია. კარი, როგორც იცით, რამდენი რვა არის, არის გერმანული, ჩინური და ასე შემდეგ. შეიძლება ვიღაცას გერმანული ხება, შეიძლება გერმანულზე ჩაერთოს, ფრანგულ ენაზე ჩაერთოს. მე აქტიურად მაქვს ორ ენაზე, ეს არის ინგლისური და რუსული. როცა რომენში შეიძლება ენის არჩევა, შეიძლება გვაჩვენოთ. რა. მე სტრუქტურის რეჟიმში ვარ შესული. კარგი, გასაგებია იქნება იქ სადღაც. ანუ რენ მაშინ ბატონო ისა მოგცემთ ახლა იმ პრეზენტატორის ფუნქციას. ამის თქვენ დესკტოპ და მე გეტყვით აქედან როგორ ჩავაბაროთ. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს სანამ გაშერება მოხდება. აი ქვიზზე არის იმის იქაც 75% უნდა იყოს მაქსიმალურში, ხოლო არა ეს თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ ანუ 70% დაბალს იღებთ ქვიზში, ესე იგი გამოსთვის მზად არ ახართ. ეს არის თქვით შემოწმებისთვის რა. გასაგებია ბატონო ვლადიმერ, არ არის. ახლა მოგცემთ ბატონო ალბერტ თქვენ იმის პრეზენტატორის ფუნქციას. ეხლა სამი დამიშიარეთ თქვენ დესკტოპი და მაჩვენეთ ისა. კი ბატონო. გავჩარული. არა, ჩართული. ჩაბატონო.